შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვათ ჭარბი წონა და ის აღიქვავს რომ მას აქვს ჭარბი წონა. Ხარკეში რო იყურებიან საკუთარი თავი აღარ მოსწონთ ამ ფილტრების გარეშე. რა განაპირობებს რომ ძალიან მშია ან არ მშია? კონკრეტული საკვების სიყვარული არ არის კვებითი აშლილობა. ეშინია წონაში მატების და მიმართავენ რადიკალურ თქვათ ქმედებებს. ეს ფსიქიკური აშლილობაა თუ ფიზიოლოგიური პრობლემა თუ ორივე ერთად? დაკვიატებული აზრი იმდენად ძლიერი არის, იცის რომ აზიანებს და მავნიარი ორგანიზმისთვის, მაგრამ ვერ ერევა ამ აზრს თვითონ. აი რა არის პირველი ნიშანი? მათ არ აქვს ცურვილი სადმე იარონ, საზოგადოებაში ფაქტიურად არასდროს არ ჭამენ. ან თუ შეჭამს თვალს გარიდებს, სხვა სოციალური ინტერესები მას ფაქტიურად ეკარგება და შეიძლება დღეში რამოდენიმეჯერ დადგეს თქვათ სასწორზე და ეს არის თავარი მიზანი მისი. ბევრია ეგეთი დღეს საქართველოში. საკმაოდ ბევრი არის. ანორექსია მხოლოდ ძალიან გამხდარი გოგონების დაავადებაა. მითია. ეს უნდა იყოს ღიად, რომ არ იყოს ტაბუ დადებული, რომ მას არ ჭირს რაღაცა კატასტროფა და მას უბრალოდ ეს თქვათ აქვს კვებითი აშლილობა და ამას უნდა მივხედოთ. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდით დაგიბრუნდით. იმედია მოგეწონებათ ჩვენი ეს ეპიზოდი, მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდები შემოგთავაზოთ, გთხოვთ მოიწონეთ არხი აქ. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი ჩვენ სპონსორებს წარვადგენთ, ვისაც ასევე ძალიან დიდი მადლობა. პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თვითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას და სიჯანსაღეს. აჰავას ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. რატომ ვკარგავთ ბუნებრივ შეგრძნებებს კვებისას? რა გვემართება იმ დროს, როცა გვინდა გაუსაძრისად საკვების, ბევრი საკვების მიღება? ამ და სხვა თემებზე დღეს ვისაუბრებთ ენდოკრინოლოგთან, სტუმრად გვყავს ძალიან კარგი ადამიანი, თავის საქმის პროფესიონალი ნია მეტონიძე. ნია, სალამი. სალამი, მადლობა რომ მომიწვიე ამ თემას სასაუბროთ. როგორ ხარ? კარგად. კარგია. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სანამ დეტალურად ავხსნით რა არის ეს კვებითი აშლილობები. აი, არის თუ არა აშლილობა, როდესაც მე მაგალითად კოტე მთელი ბოლო თქვათ 10 წლის განმავლობაში ხან დიეტას ვიცავ, ხან ზედმეტს ვიკვებები, ხან ტკბილი მინდება, ხან წონაზე განვიცდი, ხან რო შევჭამ იმაზე ვნერვიულობ. ეს ნორმალური პროცესია თუ მეც რაღაც აშლილობასთან მაქვს შეხება? არა, ეს ნორმალური პროცესი არის. ხშირად აქვთ ხოლმე შესაძლოა ესეთი კითხვა, რომ აი რაღაცა 20 ხინკალი შევჭამე და აშლილობა ხომ არ მოხს. რეალურად არა, ეს ყველა ჩვენი ნაწილი არის. თუმცა, როდესაც არის უკვე აი ხანგრძლივი დროის განმავლობაში თქვა არასწორ დიეტებს, როდესაც იცავენ და განსაკუთრებით ვინ იცავს თქვა ამ დიეტებს, ხო, აი მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც არის ახალგაზრდა გოგოები, თქვა გარდატეხის ასაკში, როდესაც ისედაც აი ეს ნეიროენდოკრინული სისტემა დარღვეული არის, ემოციური ფონი არის მაინც არასტაბილური და ამ დროს, როდესაც ემატება თქვა კონკრეტული სტრესული გარემო, თქვა ვერ ადაპტირდა გარემოსთან, ასოციალურ თქვა ვერ მოხდა იმ სოციალურ სუირულებს ვერ იკმაყოფილებს მოკლედ იმას, სადაც როგორც უნდა იყოს კარგად. ამ შემთხვევაში დააბრალებს ამას წონას? შეიძლება გახდეს წინაპირობა იმისი, რომ განვითარდეს თქვა აი კვებითი აშლილობები. ეს რეალურად არ არის მხოლოდ კვებითი ქცევა, არის ესეთი რთული და კომპლექსური პროცესი არის, როდესაც არის თქვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და თან დართული არის უკვე ამასთან ფიზიოლოგიური პრობლემებიც. კარგი, ეს აღნიშნე შენ მენტალური ჯანმრთელობა, ხო? მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემატიკა არის ბულიმია და ანორექსია, მაგალითად ეს ორი ტერმინი დღეს საზოგადოებაში პოპულარულია, მეტნაკლებად შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებენ ამ ტერმინებს და ყველაფერს აბრალებენ ან ერთს ან მეორეს, მაგრამ რამდენად კავშირშია, თქვათ, უწყვეტი მადარ, რომლის დროსაც ადამიანი სულ იკვებება, ან პირიქით ახალგაზრდა თაობაში, მით უმეტეს, როცა დაირექტლი მიდიან გახდომისკენ და კატასტროფულ შედეგებამდე მიდის ადამიანი. ზოგადად ეს მენტალური ჯანმრთელობა, იმიტომ ვახსენე, რომ ძირითადი ეს კვებითი აშლილობა, რასაც გულისხმობს, რომ ადამიანის აი მთავარი აი იდეოფიქსი, თქვათ, აი ძირითადი მიზანი არის წონაში კლება, წონის შენარჩუნება და ძირითადი აზრი მიდის კვებისკენ.
ანუ სხვა სოციალური ინტერესები მას ფაქტიურად ეკარგება და შეიძლება დღეში რამოდენიმეჯერ დადგეს თქვა სასწორზე და ეს არის თავარი მიზანი მისი. ბევრია ეგეთი დღეს საქართველოში. საკმაოდ ბევრი არის, ზოგადად სოფლიო მასშტაბით, აი მაგალითად ბულემია რო ავიღოთ, არის დაახლოებით 4%-მდე, თუმცა 3% მოდის გოგოებზე აქედან. მოიცა, დანარჩენი მამაკაცებზე მოდის? არა, ნუ 1% არის, ხო და იო 4%-დან ცოტა მამაკაცების 3%-დან არის გოგოებში. всё, გავიგე. მაგალითად თქვა, აი binge eating-ი რაც არის, ხო, აი უკონტროლო კვებითი აშლილობა, შედარებით ცოტა მეტი გვხვდება, თქვა, აი 5%-ი ეგ არის. არა, მან არ არის კვებაზე ორიენტირი რა, პაციენტს არ უყვარს საკვები რეალურად, ის უბრალოდ აი სტრესის ფონზე შეტევითად იკვებება და გაურბის იმ სტრესს, ანუ მის ის საკვებისგან ვერ იღებს სიამოვნებას რეალურად. გავიგე, ანუ კვება მანდ არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ რაღაცა გვერდითი პარალელური მოვლენები ხდება ადამიანის ცხოვრებაში და იმის მაგივრად რომ იქ პრობლემები მოაგვაროს, ამ პერიოდში კომპულსიურად იკვებება და სრულიად საკვები და სიამოვნება არანაირ კავშირში არ არის. სიამოვნებას ვერ იღებს, შეიძლება ვერც დაასახელოს საერთოდ რა საკვები მიიღო. და მე რო კვებისას კონესი ხოლმე და რაღაცა სასწაულები მემართება, ეგ რა ფენომენია, როცა გემრიელად ჭამ, სასწაულად დიციანება. საკვების სიყვარული ან კონკრეტული საკვების სიყვარული არ არის კვებითი აშლილობა. ეს ალბათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არის ადამიანის. კარგია. მოდი განვასხვაოთ ერთმანეთისაგან კვებითი აშლილობის ტიპები, ჩამოვთვალოთ რა ტიპის აშლილობები არსებობს. ნუ აი ყველაზე ესეთი ძველი დიაგნოზები და რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არის, თქვათ ანორექსია, ნერვული და ნერვული ბულემია და რითი განსხვავდება, ხო, ნერვული ანორექსიის დროს ადამიანს აქვს პათოლოგიური შიში წონაში მატების. ფსიქიატრები ეძახიან კიდე თქვათ აი არის აკვიატებული აზრი რეალურად. რო არ გავსუქთე? რო არ გავსუქთე. ამას ემატება, რომ საკუთარი სხეულის დამახინჯებული აღქმაოთ რეალურად ვერ აღიქვამენ საკუთარ სხეულს. მიუხედავად წონისა შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვათ ჭარბი წონა და ის აღიქვავს რომ მას აქვს ჭარბი წონა. ეს ფსიქიკური აშლილობაა თუ ფიზიოლოგიური პრობლემა თუ ორივე ერთად არის? ორივე ერთად არის. ნუ თავდაპირველად ეს არის რეალურად ფსიქიური აშლა არის, მაგრამ შემდგომ უკვე ამ რადიკალური ქმედებებით, რასაც მიმართავენ, მოდის უკვე ფიზიოლოგიური დარღვევები ორგანიზმში, რაც თქვათ აი შეუთავსებელი არის ხოლმე ზოგჯერ სიცოცხლესთანაც თუ არ მოხდა მკურნალობა და ჩარევა. კარგი, მკურნალობა და ჩარევა ახსენე. ვინ უნდა მიხვდეს, რომ პრობლემა აქვს ადამიანს? თვითონ ის სავარაუდოდ ამას ვერ ხვდება, ხო? ოჯახის წევრები. თვითონ ძალიან უჭერთ ხო ამისი აღიარება, აი მაგალითად ჩემთანაც მომართვიანობა რო არის ექიმთან ძირითადად მოდის უკვე, როდესაც მოდის გართულებები და ფიზიოლოგიური თქვათ პრობლემები და ამაზე საუბარი გაცილებით უფრო ეადვილება. ის ვიდრე ის რომ მას აქვს მენტალური პრობლემა, რო აქვს კვებითი აშლილობა და უკვე რომ მოდის თქვათ მისვენა იწყება, ციკლის დარღვევა იწყება, თქვათ ან კანის ფრჩხილების პრობლემები, მერე უკვე აი უფრო უჭირთ ამ უფრო უადვილდებათ ამ თემებზე ექიმთან საუბარი რეალურად და არა ის რომ მას აქვს კვებითი აშლილობა. ანუ სიმპტომები როცა ვლინდება, ჭხილები ახსენე შენ, კანის პრობლემა, თმის წვენა და კიდე რაღაცები, მაგის გამო მოდიან უკვე ენდოკრინოლოგთან. უფრო მაგის გამო მოდიან, თუმცა ხშირად არის ხოლმე რომ თვითონვე ხვდება პაციენტი, რომ აქვს თქვათ ეს დარღვევა, მაგრამ აი ეს აკვიატებული აზრი იმდენად ძლიერი არის, იცის რომ აზიანებს და მავნიარი ორგანიზმისთვის, მაგრამ ვერ ერევა ამ აზრს თვითონ. არის ხოლმე თქვათ ჩობელს მოყავს და აი რაც უფრო ადრე ხდება ჩარევა, რა თქმა უნდა, მკურნალობა მით უფრო მარტივი არის თქვათ და უფრო დროზე არის ამის მოგვარება შესაძლებელი. ეს წონაში კლებასაც შეეხება და მატებისასაც იგივე მექანიზმებია დაახლოებით? ხო, აი ბულემიას თქვათ მეორე იმას რო შევეხოთ, ხო, ტიპს თქვათ. გაუთავებელი სურვილი კვების ანუ დანა. აქაც კვების სურვილი არ არის რაც არის კვებაზე არ არის აქცენტი რეალურად, არ აქვს აქცენტი თვითონ უბრალოდ აი ამ ემოციური სტრესისგან განთავისუფლების და გადატანის, ყურადღების გადატანის საშუალება არის კვება ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ის კვებისგან როგორც აღახსენეთ, სიამოვნებას ვერ იღებს, ამ შემთხვევაშიც ვერ ხვდება რა რაოდენობის საკვები მიიღო, შეტევითი სახის არის, ანუ ემოციური კვება არის ეს რეალურად და შემდგომ რა თქმა უნდა, ამ დიდი რაოდენობა საკვების მიღების მერე აქვს ფიზიოლოგიური დისკომფორტი, რეალურად აქვს ასევე სირცხვილის შეგრძნება, თქვა სინანულის შეგრძნება და ამას ემატება ის, რომ ეშინია წონაში მატების და მიმართავენ რადიკალურ თქვა ქმედებებს, ხო, კომპენსატორულ მექანიზმებს მიმართავენ, ან გულს ირევენ, თქვათ, პირღებინებას იწვევენ ხელოვნურად, ან საფაღარად საშუალებებს იყენებენ, შარდენ საშუალებებს იყენებენ.
და შესაბამისად ეს გაუწყლოვნება ხდება ორგანიზმის ხო თელი თავისი სიმპტომატიკით და ის შემდგომ უკვე ძირითადად აი ამ პრობლემებით მომართავენ ხოლმე ექიმებს. რომელი ჰორმონებია, რაც განაპირობებს ამ შიმშილის ან დანაყრების განცდის რაღაცა? იქ ხო არ არის აი ენდოკრინული დაზიანებები ხო არ არის ან რაღაცა? აი რა განაპირობებს, რომ ძალიან მშია, ან არ მშია, ან დავნაყრდი? ხო, რეალურად თელი ნეიროენდოკრინული სისტემა არის ამაში ჩართული, ჩვენი ტვინი და კერძოდ ჰიპოთალამუსი მუდმივად იღებს თქვათ იმპულსებს, ხო, თელი ორგანიზმიდან. ამ იმპულსების თქვათ გაანალიზებით, მერე გვეუბნება უნდა გვშიოდეს თუ პირიქით დანაყრებული არის, ხო, ორგანიზმი და ძირითადი ჰორმონები, თქვათ, რაც ამაში მონაწილეობს, ეს არის გრელინი და ლეპტინი. აი გრელინი სწორედ კუჭში რაც გამომუშავდება და რაც აი დისკომფორტს იწვევს, თქვათ, კუჭში, ხო, შიმშილის დროს ეს არის სწორედ გრელინი და გვაქვს ასევე ლეპტინი, რომელიც ცხიმოვაგსოვლეში წარმოიქმნება და ამსნობს თქვა ტვინს, რომ უკვე დანაყრებული არის, საკმარისად არის ორგანიზმში ენერგია. ანუ მე თუ მშია, ესე იგი გრელინის დონე არის მომატებული. გრელინის დონე და იმატებს. თუ დავნაყრდი, ლეპტინი ეუბნება თავის ტვინს, რომ всё გეყო კვება. ლეპტინი. ასე მე რო ნაყდები მაგალითად სადღაც ესე იგი არ ველოდები დანაყრებას, აი მანდ როგორ დავიცვა ბალანსი მაგალითად. აი მე მაინტერესებს. დანაყრებას არ ელოდები, რას ნიშნავს? ბევრს ჭამდა ჩქარა. ხო, ანუ მანდ რეალურად არის ასევე ვთქვათ, აი მაგალითად მეორე თქვათ აი კვებითი აშლილობები რაც არის, ხო, თქვათ იქ აი binge eating, რასაც ვეძახით რეალურად, ეს არის გაუაზრებელი კვებითი აშლილობა, მაგალითად ძალიან გააზრებული მაქვს, მაგრამ არ ველოდები დანაყრების შეგრძნებას. ეგ ეხლა შენ შემთხვევაში კვებითი აშლილობა არ გავს. ამ შემთხვევაში საკვებისგან სიამოვნებას, როდესაც იღებს საკვებისგან რეალურად და იმიტომ იკვებები, რომ შენ ეს მოგწონს, თქვათ, ან რაღაცა პროცესია, სადღაც ხარ, თქვათ, და აი რეალურად საკვები არ არის ჩვენთვის მხოლოდ ენერგიის წყარო, ხო, ჩვენი სოციუმში არის უკვე საკვები, რაღაც უფრო მაღალ ეტაპზე გვაქვს, ხო, რეალურად რაღაც შეკრებები იქნება, იქ მეგობრებს ხვდებით თუ სტუმარი მოგდის, ყველგან არის საკვებთან ასოცირებული, ხო, ეს სხვა რაღაცა არის, ეს რეალურად არ არის კვებითი აშლილობა და არ უნდა აგვერიოს ხო ერთმანეთში. ხო, აი კარგი, მაშინ როგორ იცვლება მაგ ტვინის პროცესი, თავის ტვინში პროცესები, როდესაც აშლილობა? მე არა მაქვს კარგი, მე ვღებულობ სიამოვნებას, იმით, რასაც ვაკეთებ, ვაცნობიერებ ამას, ვაკვირდები, რასაც როგორც ვიქცევი, თუმცა ბოლომდე ალბათ არა და გამირბის თქვათ რაოდენობები, პირობითად, ხო? მაგრამ აი როცა აშლილობაა, მაშინ ვერც აკვირდება, ვერც გრელინის დონე არის გამსაზღვრელი, ვერც ლეპტინის დონე არის გამსაზღვრელი. ესეა? ხო, აშლილობები ზოგადად თქვათ აი ეს მთელი ნერვული ჯაჭვი, რა თქმა უნდა, კვებითი აშლილობების დროს არის დარღვეული, თქვათ იგივე სეროტონინი, ხო, დოფამინის გამოყოფა, ნორადრენალინი, რაც რეალურად პასუხისმგებელი არის იმპულსებზე, ხო? აი მაგალითად ანორექსიის შემთხვევაში სეროტონინის დონე არის მომატებული, ჭარბა წარმოიქმნება, რაც აი შფოთვას იწვევს, ხო? მაგალითად ბულიმიის დროს პირიქით ნაკლები არის ეს სეროტონინის გამოყოფა და დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, თქვათ აი სუიციდისკენ არიან ხშირად მიდრეკილები ამ დროს. დოფამინსაც შეეხება, თქვათ აი რაც არის ხო დაჯილდოების ჯილდოსის ეფექტია ხო მაგალითად როცა junk food-ს მივირთმევთ თქვათ ტკბილს მივირთმევთ აი ანორექსიის დროს ხო ძალიან საინტერესო არის დოფამინის გამოყოფა ხშირად ხდება როდესაც საკვებს ზღუდავს პაციენტი ამ დროს ანუ ტვინი აჯილდოვებს აი ანორექსიის შემთხვევაში პაციენტს რომ მან უფრო მეტი საკვები შეზღუდა და უბიძგებს კიდე იმისკენ რომ გაღრმავდეს ეს და თქვათ მეტი საკვები შეზღუდოს აი იმდენად დარღვეული არის თქვათ აი მთელი ეს ნერვული ამიტომაც არის თული სამკურნალო ხო ანორექსია ძალიან თული და კომპლექსური არის, ამიტომ არის, რომ ნიშნულოვანია ის, რომ დროულად მოხდეს ამოცნობა, განსაკუთრებით თქვათ ახლობლების მხრიდან, რომ დროულად მოხდეს ჩართულობა, იმიტომ თუ თქვათ აი ჩამოყალიბებული და სისტემატიური ხასიათი მიიღო, რეალურად რეციდივებიც ახასიათებს თქვათ კურნალობის მერე, შეიძლება შემთხვევაში ქრონიკულიც არის, დაახლოებით 50%-ზე მეტი მაინც ქრონიკული არის. მიუხედავად იმისა, რომ რემისია შეიძლება მივიღოთ, მაგრამ რაღაცა სტრესორზე თქვათ აი 5 წლის მერე შეიძლება რომ თავიდან წამოვიდეს რეციდივი. სქესობრივ ჰორმონებზე აქვს თუ არა ზეგავლენა ანორექსიის მქონე პაციენტებში თქვათ იცვლება თუ არა ბალანსი ამ მიმართულებით. კი, ზოგადად არა მხოლოდ ან შვილოსნობაზე თუ არის სისტემა და შვილოსნობა მთელი ენდოკრინული სისტემა ირღვევა, რადგან ეს ერთმანეთთან არის კავშირში.
როგორც თქვათ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ასევე სასქესო ჰორმონების ფუნქცია, ხო? თირკმელზე და ჯირკვლის ფუნქციას, დისჰორმონის ფუნქციის გამოყოფა მცირდება ამ დროს დისჰორმონის და რაც შეეხება თვითონ ამ სასქესო ჰორმონების გამოყოფას, თლიანი ჯაჭვი რაც არის, ხო, ეს ნეიროენდოკრინული, თქვათ, ჰიპოთალამური, ჰიპოფიზური, გონადალური ხაზი რაც არის, ეს მთელი ჯაჭვი რაც უწყობს ხელს იგივე ესტროგენის თუ ტესტოსტერონის წარმოქმნას, ეს თლიანად არის დარღვეული, ხო, თქვათ, აი თუ რო გავაკეთოთ, თქვათ, აი ტვინიდან მომავალი იმპულსები არის შემცირებული და შესაბამისად ესტროგენის და ტესტოსტერონის წარმოქმნაც არის შემცირებული. მიკროელემენტების დეფიციტიც არის ამ დროს, ვიტამინო დეფიციტიც არის, ავიტამინოზი ვითარდება, ყველაფერი ეს ვითარდება, ხო? ერთიანად. რა თქმა უნდა, როდესაც თქვა დეჰიდრატაცია მიდის ორგანიზმში და ამ თვითონ რადიკალური ქმედებები რაც არის, ან თქვა არ იღებს საკვე პროდუქტებს საკმარისად, ან და იღებს, მაგრამ ამისგან შემდგომ თავისუფლდება, აქ ძირითადად კალორიებისგან ვერ თავისუფლდებიან რეალურად ბულიმიის შემთხვევაში, მაგრამ კარგავენ სითხეს, ხო, დეჰიდრატაცია მიდის და მთელი რიგი ამ გარდა თქვათ იგივე თქვათ რაც აისახება თქვათ სხვა არასასიცოცხლო ფუნქციებზე, ასევე იკარგება კალიუმი დიდი რაოდენობით, რაც ჩვენი გულის კუნთისთვის არის აუცილებელი და თქვათ აი სიკვდილობის ძირითადი მიზეზი თქვათ ანორექსიის დროს და ბულიმიის დროს არის კალიუმის დეფიციტი, ხო, აი გულის კუნთის გაჩერება ხდება ამ დროს. უეც არის სიკვდილი. ვაუ. კარგი, ესეთი კითხვა მაქვს. B ვიტამინის დეფიციტი ხო ვითარდება ამ დროს და სიყვითლე და კანის სიმშრალე ამას ახასიათებს? B ჯგუფის ვიტამინებს ზოგადად ახასიათებს ანემია, ხო, ამ დროს წითელი უჯრედები სისხლის კვდება და ბილირუბინის გამოყოფა ხდება რეალურად ჭარბად. აჰა. ან და შესაძლებელია რომ თქვათ აი მეტაბოლური პროცესების დარღვევებით ასევე დაზიანდეს ღვიძლის ფუნქცია და აი სწორედ ეს ბილირუბინი ან ღვიძლის ფუნქციის დაზიანებით ან თქვათ ბილირუბინის ჭარბად გამოყოფით B ჯგუფის დეფიციტების დროს ეს იწვევს აი ამ სიყვითლეს. კარგი, მეორე კითხვა მაქვს ეგეთი, თმის წვენა ნიშნავს თუ არა რომ კალორიულ დეფიციტს განიცდის ადამიანი? თმის წვენაც არის ერთ-ერთი დამახასიათებელი მისი, რომ ორგანიზმი გადასული არის, ესე თქვა, საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე რა. ამ დროს მაქსიმალურად ცდილობს ჩვენი ორგანიზმი, რომ შეინარჩუნოს აი სასიცოცხლო ფუნქციები და დახარჯოს იქ, სადაც არის საჭირო. სასიცოცხლო ფუნქციებზე და განახლებას თმის აღარ აკეთებს შესაბამისად და ამიტომ ინტენსიურად ხდება თმის წვენა. კბილების დაზიანება ემალის არის თუ არა ნიშანი ხშირი გამოწვეული ძალით გამოწვეული პირღებინების? ბულიმიისთვის ძალიან ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია და ძირითადად აი ზედაკბილებზე აისახება ხოლმე ეს კუჭის მჟავა, რომელიც ამოდის ძალიან აზიანებს და გარდა ამისა ღრძლების ანთებაც ხშირად არის ამისთვის დამახასიათებელი. კარგი, ფრჩხილების დაზიანება, ღრმა დაღარიანება, ხშირია ესეც როგორც ვიცი რა. ბოს ხასებს რასაც ვეძახით, ეს არის უფრო ცილოვანი დეფიციტის და მეტაბოლური დარღვევების შედეგად ვითარდება. ხშირად არის ესეც დამახასიათებელი და აი თქვა რა დროსაც დაიწყო ეს კომპენსატორული მექანიზმები არის, რომ აი იქიდან არის დაწყებული, რომ იქიდან არც ფრჩხილის განახლებას აღარ აკეთებს, ანუ აღარ იზრდება ფრჩხილი რეალურად და ხდება დაღარიანება, რომ აი ესეც აქაც ენერგიის მას რა ქვია, შენახვას აკეთებს ორგანიზმი რეალურად. რა მეორე მუშაობს და აღარ აკეთებს აქცენტს. სპონსორის წარდგენის დრო არის. შეგახსენებთ, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას და სიჯანსაღეს. აჰავას ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ნია, გავაგრძელოთ. მე ძალიან ყურადღებით გისმენ, ისე გისმენ, რომ მე თვითონ განვიცადე ეს თმის წვენებით და ჭხილებით და რაც თავარი ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი წვალობს ამით რა, როგორც ჭარბი წონის, თქვათ, უკონტროლო მდგომარეობებით, ასევე რადიკალურად კლებით, ხო? მოდი ცოტა ხნით ისე ფსიქოლოგიურ კუთხეს დავბრუნდეთ და განმარტოთ რა როლი აქვს მაგათად ჩფოთვას და დაბალ თვითშეფასებას აი ამ ყველაფერთან მიმართებაში, ხო? შეიძლება აქედან მოდის ეს საწყისი და მერე ვითარდება ეს ჭხილებიც, ბულიმიაც, ეს ანორექსიაც და ასე შემდეგ. რეალურად საწყისი სწორედ ეგ არის რა, დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი, ეს პერფექციონიზმი, ვისაც ახასიათებს, თქვათ, ეგეც არის ხოლმე ერთ-ერთი განმაპირობებელი და რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები, თქვათ, საზოგადოებაში გავრცელებული, თქვათ, ხო, აი სილამაზის სტანდარტები, თქვათ. კიდე ძალიან ეხა აი რაც არის ამაზე საუბრობენ, თქვათ, რომ აი ეს ფილტრები, რაც არის, ხო, თქვათ, Instagram სტორებში და ასე შემდეგ. საკუთარ სხეულს ვეღარ აღიქვავენ ადეკვატურად უკვე იმ ფილტრის გარეშე. აღარ მოსწონთ საკუთარი სხეული, იმდენად აი ფილტრებით არიან და თქვათ, უყურებენ თუნდაც სხვას აი ფილტრებით
ფორმებით დამუშავებულს და საკუთარ თავსაც რომ სარკეში რო იყურებიან საკუთარი თავი აღარ მოსწონთ ამ ფილტრების გარეშე. ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სერიოზული პრობლემა არის, ესე ვთქვათ რა და ამისგან ფსიქოთერაპიით ვცდილობთ ხოლმე რომ ვთქვათ აი ეს მოვაგვაროთ რეალურად. კი, იმიტომ რომ იქ იმ რეალობაში ცხოვრობს ადამიანი, ის ფილტრი მისთვის ტვინისთვის ხდება ჭეშმარიტება, აბსოლუტური ჭეშმარიტება და უცებ სარკეში რო ხედავს ნამდვილ რეალობას, ხო, უკვე გამრუდების გარეშე იქ მიუღებლობა. და მე იწყებს 1000 რაღაც. მანდ არის ზუსტად ჩემს სფეროშიც პრობლემატიკა რა. ანუ ადამიანები იქ ერთს ხედავენ, იქ რაღაცა დააკორეგირებს ეს ხელოვნური ინტელექტი თუ რა ვიცი, მე რაც გინდა ის დაარქვი და მე ამას ჩალიჩობენ, რომ რეალურად გააკეთონ რეალურ ცხოვრებაში და ზოგი თელი უბედურება ის არის, რომ ამაში ხელს უწყობს ეგეთ ადამიანს რა და მიუვადა ის რაღაცას, რომ წარმოადგენს თავის ჩივილებს და თხოვნებს, ხო? ზოგი ეუბნება, რომ ოკეი, მე ამას გაგიკეთებ და მე კი იცი რაც ხდება, ხო? კი, ამდენია რომ იკეთებს პლასტიკოსო, თუნდაც ვიღაცას დაემსგავსოს. ო, აი მაგრად ეხავს, კი. და სტრესი რაც თავარი არის, თქვათ აი ვახსენეთ აი დასაწყისშიც, რომ ძირითადად თქვათ გარდატეხის ასაკში გოგოებს ემართებათ, აქ გადამწყვეტით განსაკუთრებით აი თუ ნაადრევი პუბერტატი არის, თქვათ აი ადრეული მომწიფების პერიოდი, როდესაც იცვლება სხეულის ფორმები, თქვათ აი ცხიმის ჩალაგება ხდება, გადანაწილება ხდება, ხო, მათ ასევე უჭირთ საკუთარი ახალი სხეულის აღქმა რეალურად რა. არ მოსწონთ. ან თუნდაც კომენტარები ახლობლების მხრიდან, თქვათ მოზარდობის ასაკში ხშირი არის ასევე ბულინგი, ხო, თანატოლების მხრიდან, ოჯახი ისეთი ავტორიტეტი აღარ არის და რეალურად თუ თქვათ რაღაცა სტრესი დაერთო ამასთან, ეს ხშირად არის ხოლმე განმაპირობებელი. ასევე არის თქვათ ზოგიერთ პროფესიები, ვისაც უწევს თქვათ კვების და წონის მუდმივი კონტროლი, ხო, იგივე სპორტსმენები, თქვათ აი ბოდიბილდერებში არის ხოლმე თქვათ ხშირად ასევე მოცეკვავე მოდელები, ვისაც კონკრეტული წონა სჭირდება, ხო, აი ესენიც მოწყვლადი ჯგუფი არის, თქვათ რომ უფრო მეტი არის შანსი განვითარდეს ეს კვებითი აშლილობები. თუმცა არ არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი რომ განვითარდეს, აქ ზოგჯერ გენეტიკური წინასწარ-განწყობაც გვჭირდება და თქვათ კონკრეტული რაღაცა ძლიერი სტრესორი რომ განვითარდეს. ოჯახის წევრებისთვის რა უნდა იყოს პირველი ნიშნები? იცი რა, ოჯახი ისეთი დაკეტილი სფეროა, მიკროკლიმატია შექმნილი, რომ თვალდახელშუა შეიძლება ისე მიმდინარეობდეს ეს პროცესი შეფარულად, ნელ-ნელა და ეტაპურად, რომ თითქოს და არაფერი და უცებ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე დედაც, მამაც, და-ძმა, ან რა ვიცი, მეორე ნახევარი თუ შეყვარებული. აი რა არის პირველი ნიშანი? რითი მიხვდეს, რატო უნდა ვიზუალურად საერთოდაც არ ეტყობდეს, მათ შორის ანორექსიაც, რომელიც თქვათ ითვლება, რომ მარტო განხრების დაავადება რეალურად, თუმცა არ შეიძლება საერთოდ ვიზუალურად ვერ შეატყო. პირველი ნიშნები რაც არის, ეს არის, რომ საზოგადოებისგან ხდება მათი გარიყვა რა, მათ არ აქვს სურვილი სადმე იარონ, თუნდაც აი რო თქვით, რომ კვებასთან ასოცირდება, ხო, თქვათ მეგობრების ნახვაც იგივე გაურბიან ეს ადგილებს, გარდა ამისა არ მოსწონთ მათ საკუთარი თავი და ამიტომაც თქვათ საზოგადოებაში გამოჩენას და არ აქვთ მათ ინტერესს არა აქვთ. ანუ მათი მთავარი იდეო ფიქსი არის ის, რომ თქვათ კონკრეტული წონა დაინახონ სასწორზე და არ აინტერესებთ, არც ჰობი აინტერესებთ, არც სამსახური თქვათ, ხო, კარგავენ ინტერესს. ასევე თქვათ აი ბულიმიის შემთხვევაში რაც აქცევენ ხოლმე ყურადღებას, რომ დიდი რაოდენობით საკვები ქრება. ღამე ჭამენ. ჩუმად ჭამენ. საზოგადოებაში ფაქტიურად არასდროს არ ჭამენ. აი თქვათ ჩვენთან ერთად რო იჯდეს არ შეჭამს. ან თუ შეჭამს თვალს გარიდებს რა, ანუ არ კონტაქტს არ აკეთებს, იმიტომ რომ სირცხულთან ასოცირდება მისთვის თქვათ ეს კვება და კონტაქტს არ შემოდის კონტაქტზე თქვათ კვების დროს. ჩუმად იკვებებიან, შეიძლება თქვათ აი მაცივარი ცარიელი დაგხვდეს თქვათ რეალურად და ანუ ეგეც სიმპტომი ხარ არასწორი ნათქვამი, მაგრამ ეგეც ნიშანია იმის, რომ დააკვირდია. ან და თქვათ საკვების ნაიმებს, თქვათ ნაჭუჭებს ნახულობენ ხოლმე, ხო, თქვათ აი მოზარდების, თქვათ ბალიშის ქვეშ ან ჩანთაში ნაჭუჭები უდევთ ხოლმე, თქვათ ან უღმა ხო არ ხდებანია, აი პირიქით ხო არ ხდება ხოლმე, მაგალითად, აი დიეტა დავიწყე, რაღაცა ავიღე, ინტერნეტში ვნახე, ვიღაცა მირჩია და შევყევი ამას. აი აქედან ხო არ ხდება განვითარდეს მექანიზმი უკავშირ თქვათ ანორექსიის ან ბულიმიის მიმართულებით. მაგან შეიძლება გამოიწვიოს ამ ტიპის აშლილობა. ანუ ხანგრძლივი არასწორი დიეტები რაც არის, თქვათ და დღესდღეობით ძალიან ხელმისაწვდომი არის, ხო, ბევრი პროპაგანდა არის, თქვათ ყველანაირი კვების თუ წონაში დაკლების და როდესაც შედეგს ვერ ხედავენ, ახლა თუ შედეგი დაინახეს რაღაც ეტაპზე კმაყოფილები არიან, მაგრამ დიდხანს ეს არ გრძელდება, ხო, თქვათ დაანება თავი, მოიმატა შეიძლება 2 მაგი და 3 მაგი და ეს სტრესი არის უკვე. აი თუ თქვა დაბალი თვითშეფასება არის აი ამ შემთხვევაში და თქვა იგივე თქვა ბავშვობის ტრავმები იქნება თქვა თუ
გარშემომყოფების კომენტარები და აი ამან შეიძლება ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს და მოწყვლადი არის უფრო თქვა და ესეთი პირები, ვინც ესეთ დიეტებს აკეთებს, თვითნებურ დიეტებს, რაც რეალურად არასწორია. თუ ეხა დიეტა და თქვა ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ჩვენთაგანის ნაწილი არის, ხო, თუ სწორად არის დაცული. რა თქმა უნდა. ამ დროს ფიზიკურ აქტივობას თვითონ ესეთი ადამიანები, ვინც ესე წვალობს ამ მიმართავენ, ანუ ვარჯიშობენ თან თუ ის საერთოდ აფეშოაშია. ფიზიკური აქტივობა საერთოდ გადამეტებული. აი განსაკუთრებით ანორექსიის შემთხვევაში შეიძლება საათები ყოველდღიურად გაატაროს სპორტ დარბაზში, ან შეიძლება დღეში რამოდენიმეჯერაც კი მივიდნენ სპორტ დარბაზში. ესეც ერთ-ერთი დამახასიათებელი არის. კი ამასაც უნდა მიაქციოს ალბათ მშობელმა ან პარტნიორმა ყურადღება, რომ თქვა და ეს ზედმეტი ფიზიკური აქტივობაც არის უკვე ამის დამახასიათებელი. კარგი, რა არის კომპლექსური მიდგომა ამ ტიპის საშილობების დროს? ანუ შენთან როცა მოდის პაციენტი და როგორც აღნიშნე მოდიან ასეთები სამწუხაროდ არიან ასეთი ადამიანები ამ პატარა სოციუმში, რასაც საქართველოს წარმოადგენს. როგორ უდგები პირველი უშვებ ფსიქოთერაპიაზე, თქვათ, უნიშნავ შენ მედიკამენტურ კონტროლს, თქვათ რაღაცა, თუ დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი ერთვება, თუ ყველა ერთად უნდა ჩაერთოს და აბაჩქარა, თუ ჰოსპიტალიზაციაც არის ხანდახან საჭირო. ანუ კომპლექსური არის აუცილებლად კურნალობა, ამას მარტო ენდოკრინოლოგი ნამდვილად ვერ უმკურნალებს, ფსიქიატრის ჩართულობა პირველ რიგში ეს არის აუცილებელი. თუმცა ცოტა ისეთი დამოკიდებულება აქვს ხოლმე, რა თქვათ, რომ უხსენებს ფსიქიატრ დღესდღეობით ცოტა მაინც ამაღლებული არის, თქვათ, ამ ხრივ ცნობიერება. თუმცა მაინც შიშით უყურებენ ხოლმე. არის თქვათ, რომ არ უნდათ, თქვათ და არა მე თვითონ მოვერევი, გეუბნებიან, თუმცა ამ პრობლემასთან თვითნებურად გამკლავება ძალიან რთული არის. ასევე გარდა თქვათ ფსიქიატრისა შეიძლება გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგის ჩართულობა დაგვჭირდეს, იგივე დიეტოლოგი, ფსიქოლოგი, ხო, ანუ მულტიდისციპლინური გუნდი არის საჭირო, ხო, იმიტომ რომ თქვათ ამ რეფლუქსების დროს საყლაპავის დაზიანება ხდება, იგივე კალიუმი ვახსენეთ, გულის დაზიანება ხდება და უკეთ მულტიდისციპლინური გუნდი გვჭირდება. ჰოსპიტალიზაციასაც შეეხება საზღვარგარეთ, მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არის სპეციალური სტაციონარები, სადაც კურნალობენ უშუალოდ კვებითი აშლილობის მქონე პირებს. ჩვენთან ჯერ არ არის. ჩვენთან სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ესეთი მულტიპროფილური ჰოსპიტალი არის ხოლმე საჭირო, თუ უკვე ესეთი შორსწასული სიტუაცია. შენ პრაქტიკაში აი ყოლია ესეთი მძიმე აშლილობით ადამიანი, რომელიც დაუბრუნდა და რესოციალიზაცია მოხდა? ანუ მე რა მინდა გითხოთ, არსებობს თუ არა შანსი, რომ ადამიანი გამოჯამრთელდეს სრულად ამ ტიპის აშლილობებიდან? კი, როგორ არა, როგორც ვახსენეთ, ხშირ შემთხვევაში თქვა, აი 50%-ზე მეტი მაინც არის ქრონიკული, თუმცა შეიძლება რომ წლები იყოს რემისია. მაგრამ რაც უფრო ადრე ხდება მომართვა, თქვა, აი გარდატეხის ასაკში თუ მოხდა ამის კურნალობა და დროულად აღმოჩენა, მაშინ უფრო მეტი შანსი არის, რომ ესე ვთქვათ, სრულად განიკურნოს. აი პირველადი ნიშნები მოდის მაინც გარდატეხის ასაკში. თუმცა აი დაავადების გამომართვიანობა არის მაინც ყველაზე ხშირი 20-დან 35 წლამდე. არ არის მხოლოდ თქვათ გარდატეხის ასაკის დაავადება. არ არის პატარა, ხო, აი ამ პერიოდში უკვე რომ მოდიან, რო ვთქვათ, რომ სრული გამოჯამრთელება ცოტა რთული არის, მაგრამ ისიც რომ ვთქვათ 5 წლიანი თუ 4 წლიანი რემისია იქნება, ესეც კარგი არის და დამოკიდებული არის თქვათ ასევე ოჯახის წევრებზე, რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თქვათ გამოჯამრთელების შემდგომ არ გაუსვან ხაზი, გარეგნობაზე არანაირი ხაზი არ უნდა გაუსვან, ან რა კარგად გამოიყურებიან, როგორ გამختار ხარ, ანუ ეს მათთვის უარყოფითად აისახება რა. ეგ კი, არა, წარმოიდგინეთ ჩვენთან სოციუმში ისე არის ემოციური სპექტრი გადაძაბული, რომ ყველა საკუთარ თავს პრობლემებისკენ კი არ იყურება. სხვისი კრიტიკით არის დაკავებული და სულ სხვისკენ იშვერს ხელს და ძალიან რთულია მით უმეტეს ესეთი ადამიანის გარემოცვა, როცა ესე განიცდის ამ ყველაფერს, მაგრად არიდო ამ გარემო ფაქტორებს რა. ყველა ვიღაცის კრიტიკაშია და ყველა რაღაცის რაღაცა. აუ, აი მაგრად ეხავს, ხო? ნია, გვაქვს ეგეთი რუბრიკა მითი და რეალობა. მე ვსვამ კითხვას და შენ მეუბნე მითია თუ რეალობა, დავედით? დავედით. ანორექსია მხოლოდ ძალიან გამხდარი გოგონების დაავადება. არა, მითია. კარგი. შიმშილობა სწრაბად აქრობს ცხიმს. მითია. კარგი. საკვების ზედმეტი სიყვარული ნიშნავს, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. არა, ეგეც მითია. კარგია. კვებითი აშლილობა არჩევანია და არა დაავადება. მეგეც მითია. ეგეც მითია. ანუ კვებითი აშლილობა არის არჩევანი არ არის. დაავადება.
ჯანსაღად კვებაზე ვსაუბრობთ და ერთი ჯანსაღი ქართული პროდუქტი გვიდევს ახლა ჩვენ აქ მაგიდაზე, ეს არის კრისპი, თუ ნებას მომცემ წარმოვადგენ რა არის კრისპი, იმიტომ რომ მართლა კარგი რამეა, ჩემი აზრით, ბუნებრივია, თუმცა არგუმენტებით საკმაოდ ბევრი მაქვს, ასე რომ ჩამოვთვლი ამას. ეს არის ჩიფსების ჯანსაღი ალტერნატივა, საქართველოში დამზადებული, წასახემსებელი კრისპი, რომელსაც ყველასათვის ნაცნობი ბრენდი რეიხები აწარმოებს. ეს არის სრულიად ჯანსაღი წასახემსებელი. რა დადებითი მხარეები აქვს კრისპის? ნახეთ, პროდუქტი მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისაგან, არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს და ქიმიურ დანამატებს. არ იწვება და არ იხაშება ზეთში, ეს ხომ მნიშვნელოვანია. ძალიან. ცხება დაბალ ტემპერატურაზე, რათა ჯანსაღი ცხიმები არ გარდაიქმნას კანცეროგენად. წარმოებისას არ იხმარება სპრედი, მარგარინი, პალმის ზეთი და ასე შემდეგ. არის მაღალ პროტეინიანი და ბოჭკოებით მდიდარი, ეს კუჭის მოქმედებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კრისპის რამოდენიმე პროდუქტი დამზადებულია უგლუტენო ნედლეულისაგან. კრისპი ნატურალური ქართული პროდუქტი და სრულიად ჯანსაღი წასახემსებელია, განსაკუთრებით ფეხბურთივისაც უყვარს და ფილმების ყურება. მადლობა, გავაგრძელოთ. დღევანდელი ეპიზოდის ბოლოს ჩვენ კიდე ერთი რუბრიკა კი და არა გვაქვს ნია გასავლელი. კითხვას დავსვამ კი ან არა. წავედით? წავედით. შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა იცოდეს რომ აქვს კვებითი აშლილობა? კი, რა თქმა უნდა. აქ ზოგჯერ თვითონაც ხვდება ამას. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ახლობლებისგან, ასე ვთქვათ, რომ დაავადება არ დამალონ, ხო? არ დაუმალონ. პაციენტთან უნდა თქვან, თქვათ რეალურად, რომ მას აქვს ან ბულიმია, ან ანორექსია და ეს უნდა იყოს ღიად. რომ არ იყოს ტაბუ დადებული, რომ მას არ ჭირს რაღაცა კატასტროფა და მას უბრალოდ ეს, თქვათ, აქვს კვებითი აშლილობა და ამას უნდა მივხედოთ. მისაღებია. შეიძლება თუ არა მშობელს ან მეგობარს შეუძლია თუ არა უბრალოდ მშობელს ან მეგობარს ამოიცნოს კვებითი აშლილობის ადრეული ნიშნები. ადრეულ ნიშნებზე მაქვს საუბარი. ადრეული ნიშნების ამოცნობა ალბათ ცოტა რთული არის, მაგრამ აი თქვათ აი იგივე ბულიმიის შემთხვევაში აი საკვების გაქრობას ამჩნევენ ხოლმე, ან და თქვათ აი მანამდე რო არ ყოფილა, ну აი ბალიშის ქვეშ და თქვათ ოთახში პოულობენ საკვებს. და ასევე ამჩნევენ რომ თქვათ სოციალური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, შეიცვალა თქვათ ახლობელ ადრეული ნიშნების აღმოჩენა შედარებით რთულია. შედარებით რთულია ნაადრევად აღმოჩენა. ბულიმიის შემოტევები ყოველთვის გულისრევით მთავრდება, კი თუ არა? არა, არ არის აუცილებელი გულისრევა იყოს, თუმცა კომპენსატორული მექანიზმი არის აუცილებლად. რა, ან შეიძლება იყოს გულისრევა, ან საფახარად საშუალებას მიმართავენ, ან ჩარდენებს, მაგრამ აუცილებლად კომპენსატორულ მექანიზმს მიმართავენ აი ამ კვებითი შეტევის შემდგომ. კარგი. შეიძლება თუ არა რომ კვებითი აშლილობა იყოს მემკვიდრული ხასიათის მატარებელი. კი, ძირითადად არის მემკვიდრული, ძალიან დიდ მნიშვნელობას კი მემკვიდრულ განწყობას. თუ თქვათ ერთ-ერთ მშობელს აქვს თქვათ კვებითი აშლილობა, დიდი შანსი არის რომ ბავშვსაც თქვათ გამოუვიდეს. მე არ შემიძლია არ კითხო, ერთ-ერთი პოპულარული თემა არის ხა დღეს ყველა ამაზე საუბრობს და ძალიან მოკლედ თუ შეგიძლია აუხსნათ და მეც ამიხსენი ადამიანებს მაყურებელს რა არის ინსულინ რეზისტენტობა, იმიტომ რომ გარშემო ეს სიტყვა სულ ტრიალებს, ყველგან ტრიალებს, სოციუმში, ავტობუსში, მეტროში ჩახვალ თუ სადღაც ვიღაცას ეუბნება რომ ინსულინ რეზისტენტული ვარ და ვაიმე ეს მითხრეს. მოკლედ მოდი უთხრათ რა არის რა. ხშირად არის ხოლმე პაციენტები ხშირად გვეკითხებიან და აინტერესებთ თქვათ რა არის ეს ინსულინ რეზისტენტობა, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებული არის, ხო? ბევრს აქვს რეალურად ეს სიმსუქნის მქონე პაციენტებს ინსულინ რეზისტენტობა. ოღონდ ძირითადი მიზეზი რომელი არის აქ დადგენა ცოტა რთულია, ეს თქო სიმსუქნე იწვევს ინსულინ რეზისტენტობას, თუ მე ინსულინ რეზისტენტობა სიმსუქნეს ესეთი ჩაკეტილი წრე არის. ამ დროს რეალურად რა ხდება? ორგანიზმი გამოყს ზოგადად რა არის ინსულინი, ხო? ინსულინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ შაქარი შეყავს უჯრედებს, ესე მარტივად რო ვთქვა, თუ გასაღებივით არის შაქრისთვის და ინსულინ რეზისტენტობის დროს თვითონ ინსულინს ვერ ხედავს ორგანიზმი, ანუ თვითონ ინსულინი ვერ შედის უჯრედებში. ანუ ჩვენი ორგანიზმი ინსულინს გამოყოფს საკმარისი რაოდენობით. ეს დიაბეტთან კავშირში არ არის, ანუ დიაბეტი არ არის ინსულინ რეზისტენტობა, თუმცა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება შესაძლებელია, რომ შემდგომ გამოიწვიოს, თუ ჩვენ ინსულინ რეზისტენტობას არ უმკურნალეთ. პირველი ნიშანი ყოფილა, ესე იგი რა. პირველი ნიშანი არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრინციპიც რეალურად ეს არის. ორგანიზმი ინსულინს გამოყობს, მაგრამ ვერ ითვისებს.
და ინსულინის რეზისტენტობის დროსაც ინსულინი გამოიყოფა, მაგრამ ჩვენ ამ ინსულინს ვერ აღვიქვავთ, ვერ ვითვისებთ ამ ინსულინს, შესაბამისად ვერც შაქარი შედის უჯრედებში და ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება გაძლიერებული საკვებზე, აკლია მას ეს გლუკოზა. მე ჩემთავს დავაკვირდი ეგეთი რამე ამჭის, თუმცა ეხლა რაღაცა ტკბილებულისკენ კი ვიქაჩები ამ ბოლო დროს, მაგრამ დიდათ არა, ესე იგი დიდათ არ უნდა ვინერვიულო თუ მაინც წავიდე რაღაცა შევამოწმო. რითი უნდა მივხვდე რომ ინსულინ რეზისტენტობა მაქვს, სისხლჩაობა რა? ინსულინ რეზისტენტობას ანალიზით ვიკვლევთ კი, ჰომა ინდექსების კვლევა არის, ერთი ჩაბარებით ვიკვლევთ ინსულინ რეზისტენტობას კი. და ეს კვებით აშლილობაზე თქვათ, აი რასაც კიდე ერთი ახალი ტიპი არის თქვათ, შედარებით ნაკლებად ცნობილია საზოგადოებაში, ეს binge eating-ი რო ვახსენე, ხო, აი უკონტროლო კვებითი აშლილობა. ამ დროსაც ემოციურ ფონზე, თქვა სტრესის ფონზე, პიროვნება ძალიან დიდი რაოდენობით საკვებს იღებს, აი ეს ინსულინ რეზისტენტობაზე რატო მოვაყოლე, რომ ხშირად არის ინსულინ რეზისტენტობის და შაქრიანი დიაბეტის განმაპირობებელი. აი ეს კვებითი აშლილობა, რადგან აი ამ დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდგომ მიუხედავად ფიზიოლოგიური დისკომფორტისა, თქვა ბულემიის დროს ხომ მიმართავს ამ კომპენსატორულ მექანიზმს და დისკომფორტი, როდესაც ექნება ფიზიოლოგიური ჩერდება პიროვნება. ამ შემთხვევაში ამ ფიზიოლოგიური დისკომფორტის შემდგომაც არ ჩერდება. აი შეიძლება 1, 2, 3 საათი იკვებოს და არ გაჩერდეს. აი გაუთავებლად მიიღოს საკვები და შესაბამისად აი ეს დიდი რაოდენობით საკვები შემდგომ უკვე იწვევს ვთქვათ მეტაბოლურ დარღვევებს, ინსულინ რეზისტენტობას, შაქრიან დიაბეტს და ძალიან ხშირად არის რომ თანდართული არის ვთქვათ აი შაქრიან დიაბეტის მქონე პაციენტებს აქვს სწორედ აი ეს უკონტროლო კვებითი აშლილობა. ნია, ფანტასტიკური საუბარი შედგა, ჩემი აზრით, ბუნებრივია, შენ მადლობა, იმიტომ რომ ძალიან გასაგებად, მარტივად და მე მგონი მაყურებელთან ეს ეპიზოდი კარგად ახლოს მივა და ახლოს მივა მათთან, ვინც გამოიწერს ამ არხს, ჩვენ არხს YouTube-ზე, ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ გამოწერისას უფრო მეტ კარგ ეპიზოდს ნახავთ, გადააწყდებით ამ ეპიზოდებს და ჩვენც მეტი мотиваცია გვექნება, რომ უფრო და უფრო საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. ნია, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო და ძალიან ინფორმატიული საუბრისათვის. წარმატებები შენ. მადლობა.